კიდე რას გვეუბნება ბლოკი და რა მეთოდზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? რეტროსპექტულ რეგრესული მეთოდი. ბლოკის ინტერესი, რა თქმა უნდა, არის წარსულით გავიგოთ დღევანდელობა. მაგრამ იგი გვეუბნება, რომ ზოგჯერ იმისათვის, რომ ეს მოხერხდეს, ჯერ დღევანდელობით უნდა დავადგინოთ წარსული. და მერე ისევ დაუბრუნდეთ დღევანდელობას. ანუ რომელიღაცა ისტორიული პროცესი, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ვნახოთ დღეისათვის არსებული დასრულებული სახით. და მერე ჩაუღრმავდეთ წარსულს და უკეთ გავიგოთ, როგორი იყო ეს წარსული და მერე ისევ დაუბრუნდეთ, თქვათ, წარსულს, როგორც რაღაცა ფაქტორს და მიზეზების ერთობლიობას, რომელმაც შექმნა დღევანდელობა. და ესეთი მაგალითი მოაქვს მას ერთი ბელგიელი ისტორიკოსთან ერთად ვიმოგზაურეთ სტოკჰოლმშიო და ეს თვითონ ბელგიელი ისტორიკოსი სწავლობდა შუა საუკუნეების ქალაქების ისტორიას. და იგი დაინტერესდა სტოკჰოლმში ჩასვლისას თანამედროვე არქიტექტურით, თანამედროვე შენობებით. და როდესაც ბლოკმა კითხა, რომ რატო გაინტერესებს თანამედროვეობა და არა წარსული, მან სწორედ ეგ უთხრა, რომ ისტორია მე მაინტერესებს აი რა სადამდე მივიდა სტოკჰოლმის განვითარება, დღეს რა სურათი შექმნა და ეს მეტს მაგრძნობინებს, თქვათ, წარსულის მნიშვნელობაზე, მეტს მაგებინებს ამის შესახებ. და რომ საბოლოო ჯამში ბლოკი ამას გვეუბნება, რომ ისტორია ეს არის მუდმივი დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის, გარდაცვლილ და ცოცხალ ადამიანებს შორის. რომ აწმყო წამია. ესეთი მსჯელობაც აქვს ბლოკს, რომ ერთი პერიოდი ითვლებოდა, რომ თუ კი რაღაცა თაობები ან იქნება ასწლეულებიც არ გავიდა მოვლენებიდან, რომელიც გვაინტერესებს, ეს ისტორია არ არის, ეს პოლიტიკაა. და ეს გავრცელებული აზრია, ან ჟურნალისტიკაა, მოკლედ დრო და დისტანცირება სჭირდება ადამიანს, რომ მოვლენა ობიექტურად შეაფასოს. ბლოკი ასეთ, თქვათ, ბრალდებაც არ არის, ეს ასეთ შეხედულებას პასუხობდა კონკრეტული მაგალითით, რომ მას მოღვაწეობა როგორც ისტორიკოს, როგორც პედაგოგს მოუწია მე-19 საუკუნის ბოლოს ლანგედოკში, ეს არის საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთი, სადაც, როდესაც ჩავიდა, მას იქაურმა პედაგოგებმა უთხრეს, რომ მე-19 საუკუნეების ამბები ბავშვებს შეგიძლია ასწავლოთ თავისუფლად, ეს რაიმე, თქვა, ზედმეტ ემოციებს არ გამოიწვევს. მაგრამ აი მე-19 საუკუნის ამბებს რო შეეხები, იყავი ფრთხილად. იმიტომ რომ ლანგედოკი იყო ერთ-ერთი აკვანი რეფორმაციის, რომელმაც საფრანგეთი არაერთხელ დააყენა გახლეჩის ზღვარზე და რელიგიური ომებთან იყო ეს ყველაფერი ასოცირებული. ანუ აქაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ბლოკი, თუ რამდენად უცნაურად არის გადაჯეჭვული წარსული და აწმყო. და რომ ისტორიკოსისთვის, თქვათ, ასე დაყოფა, რომ დღევანდელობა პოლიტიკაა და მისი საქმე მხოლოდ სადღაც საუკუნეების მიღმა ჩასვლა არ არის სწორი. ერთი მეტაფორა აქვს კიდევ ბლოკს ასეთი. რა არის მიზეზები? სად ვეძებოთ მიზეზები და ეს გვაბრუნებს მის, თქვა, დროის მისეულ განცდასთან. მიჩნეული იყო, რომ ჩრდილო საფრანგეთში, ესეც მის წიგნში არის მაგალითი, ასეთი მოყვანილი, გლეხთა მიწის ნაკვეთები ისე უცნაურად იყო, თქვა, დაყოფილი, რომ ეს ხელს უშლიდა სოფლის მეურნეობის განვითარებას. და ეს ამის მიზეზად ითვლებოდა ნაპოლეონის კოდექსი კერძო საკუთრების შესახებ, რომ აი ასეთნაირად ამ კოდექსის ეს, თქვა, არასასურველი შედეგი იყო ეს. მაგრამ ბლოკი ამბობს, რომ მას მერე რაც, თქვა, შესაძლებლობა შეიქმნა რიგ ადგილებში გადაგვეღო აეროსურათები ლანდშაფტის, აღმოჩნდა, რომ მიწის დაყოფის ასეთი ფორმები ჯერ კიდევ 1000 წლეულების მიღმა იყო ჩამოყალიბებული და უბრალოდ გლეხურ მეურნეობებში აი ეს ტრადიცია იყო დაკონსერვებული რაღაცნაირად. და ბლოკი ამბობს, რომ უახლოესი, თქვათ, მიზეზებით გატაცება არის დაახლოებით იგივე, რომ ვთქვათ, რომ დედამიწას მთვარე უფრო ათბობს, იმიტომ რომ მთვარე უფრო ახლოა ვიდრე მზე. მაგრამ იქვე, როგორც გითხარით, გვეუბნება საპირისპირო რამესაც. ანუ გარკვეული წინააღმდეგობრიობა არის, რომელიც გვიბიძგებს ერთ რამეზე, რომ ფრთხილად ვიყოთ შეფასებებისას. ვეძებოთ მიზეზები ყველგან, სადაც კი შესაძლებელია და რომელიღაცა მიზეზი არ ჩავთვალოთ სხვა მიზეზზე უფრო მნიშვნელოვნად. და ამის მაგალითად მას მოყავს ასეთი რამ. ჯერც ერთი იგი მსჯელობს, რომ აი თქვათ
რატომ იყო ქრისტიანობა ძალზე ძლიერი შუა საუკუნეებში? იმიტომ ხო არა მხოლოდ რომ 2000 წლის წინ ქრისტე ჯვარზე გააკრეს. არა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი. მიზეზი არის სწორედ იმ შუა საუკუნეების სოციალური, ფსიქოლოგიური, გარემო, კლიმატი, პოლიტიკური ინსტიტუტები, რომელიც ქრისტიანობას აძლიერებდა. დღეს ზოგიერთი ისტორიკოსი სვავს კითხვას, იყო კი შუა საუკუნეებში ქრისტიანობა ისე ძლიერად წარმოდგენილი და ეკლესიის გავლენა ისეთი მაღალი, როგორც ეს ჩვენ გონია, მაგრამ ისტორიკოსების საქმე სწორედ ის არის, რომ ყოველგვარი თქვათ შეფასება წარსულის შესახებ მუდმივად გადააფასონ ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მაგალითი გამოვიყენა იმის სათქმელად, რომ როგორც ბლოკი ამბობს იმისათვის, რომ რკოდან მუხა გაიზარდოს, მარტო რკო არ არის საკმარისი. საკმარისია გარემო პირობები. ელემენტარულად ეს რკო მანამდე არავინ არ უნდა შეჭამოს, რომ იქიდან ოდესმე მუხა აღმოცენდეს. და იყენებს არაბულ ანდაზას, რომ ადამიანები უფრო გვანან თავის დროს, ვიდრე თავის მამებს. ანუ ერთის მხრივ მიზეზების ძიებისას ძალიან ღრმად წასვლა ეს არის ბლოკისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი, მეორეს მხრივ რაღაც მოვლენის მიზეზების ძიებისას იმდროინდელი გარემო პირობების შესწავლა. ესეც არის მნიშვნელოვანი და აი ამ მეთოდიკით იგი ცდილობს აი ეს ტოტალური სურათი დახატოს ისტორიისა, რომელზეც ვილაპარაკეთ და დროის ის განცდა პრაქტიკაში რაღაცნაირად აჩვენოს და გვისურათოს, რომელზეც ასევე ვილაპარაკეთ დროის მრავალ შრიანობის შესახებ. სხვა შორის ბროდელი ამბობდა, რომ ეს სამი შრე დროისა, ზღვის ფსკერი, მიქცევა, მოქცევა და ტალღები, სინამდვილეს შეიძლება იყოფოდეს ძალიან ბევრ შრედ. გააჩნია რას ვსწავლობთ, რას ვიკვლევთ და რისი, ასე ვთქვათ, დანახვა გვინდა თავის მთლიანობაში. და თუ ძალიან არ შეგაწყინეთ, მინდა მოკლედ განვიხილო ერთი კონკრეტული ნაშრომი მარკ ბლოკისა, რომელიც ჩემის აზრით საინტერესოდ გვეუბნება თუ აი პრაქტიკაში როგორ ვლინდებოდა ბლოკის მეთოდიკა და მისი დამოკიდებულება დროსთან. ეს არის ბლოკის ერთ-ერთი საინტერესო ნაშრომი, რომელმაც თავის დროზე დიდი აღიარება არ პოვა, მაგრამ როგორც გითხარით, მომავალში ცოტა მოგვიანებით იგი გახდა ლამის და საფუძველი რელიგიის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიისა სამეფო შეხება, ქართულად ასე ქვია ამას. თვითონ ბლოკმა ამ წიგნს დაარქვა პოლიტიკური ისტორიის მაგალითი. მაგრამ იქ არის ისეთ სიღრმეებზე საუბარი, რაც შეიძლება გვიჩენდეს კითხვას, რომ სად არის აქ პოლიტიკა საერთოდ, მაგრამ შევეცდები ახსნა სად არის პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ფსიქოლოგიაც არის და რელიგიაც არის. საქმე ეხება შემდეგს, არსებობდა საუკუნეების მანძილზე გადმოცემა, რომ ფრანგული დინასტია, შუა საუკუნეების დინასტია, კაპეტინგების, რომელიც მე-10 საუკუნიდან დამკვიდრდა პარიზში ტახტზე. და ინგლისური დინასტია პლანტაგენეტების, რომელიც მე-11-მე-12 საუკუნეში მკვიდრდება ინგლისში ტახტზე, გამოირჩეოდნენ სასწაულმოქმედი უნარით. მათ შეეძლოთ განკურნება კონკრეტული დაავადებისა, რომელსაც სკროფულა ერქვა მაშინ და ლათინურად და ქართულად, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, შეიძლება ითარგმნოს როგორც ღორის დინგი. ძალიან უჩვეულო დაავადებაა ეხლა, მაგრამ შუა საუკუნეებში იყო ეს რაღაცა გავრცელებული ცნობილი დაავადება, სახეზე გამონაყარი თუ შესიება იწვევდა ასოციაციებს ღორის დინგთან. და თითქოს ამ მეფეებს ხელის შეხებით და მთელი რიგი სხვა პროცედურებით შეეძლოთ ადამიანების განკურნება და ეს რწმენა იყო ძალიან გამჯდარი, მასობრივად მოდებული და უამრავი აღწერები არსებობს იმისა, თუ როგორ ასრულებდნენ მეფეები ამ თავის, თქვათ, მოვალეობას თუ თავის, თქვათ, უნიკალურ ნიჭს როგორ ავლედნენ პრაქტიკაში და რომ ეს არ იყო, თქვათ, შეზღუდული მხოლოდ დიდგვაროვნებისათვის და ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, შუა საუკუნეების ტრანსპორტირების საშუალებების გათვალისწინებით ეს არ იქნებოდა მარტივი, მაგრამ პრინციპში შეეძლო აი ამ, თქვათ, სასწაულით ესარგებლა. მე-16 საუკუნიდან ჩდება ეჭვები ამ ყველაფერში. მაგრამ აი მაშინდელი კრიტიკის დონე ეჭვს შემდეგ სახეს აძლევდა და კრიტიკა შემდეგ ფორმას იღებდა, რომ ეს ყველაფერი არ არის ღვთაებრივი, ეს არის სატანური, ერთი. და მეორე,
რომ ამის უკან დგას რაღაცა მატერიალურ ქიმიური ახსნა, რომ ეტყობა ამ მეფეების, ამ დინასტიების სისხლში რაღაცა ისეთი თვისებები არის, თუ ისეთი ელემენტებია, რომ რაღაც ასე თქვათ, წმინდა სამედიცინო ეფექტს იძლევა და ამ ხალხს განკურნავს. ხოლოდ მოგვიანებით მე-18-მე-19 საუკუნეებში, უბრალოდ თქვათ ესე მე-17-მე-18 საუკუნეებში გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი რამდენად რეალისტურია. აი ბლოკი სწორედ ამას ცდილობს, ამის შესწავლას ცდილობს. რამდენად შეიძლება ასეთი რამ საერთოდ მომხდარიყო.